ილის 6 საათზე უფალთან სასაუბროდ მიდის. ასე ყოველ დღე მზეს სანთლის სხივი ასრებს. მაშინ, როდესაც ერს წინავს, მისი სულიერი წინამძღვარი ღმერთს სამწყსოს კეთილდღეობას, სამშობლოს ერთიანობასა და სიძლიერეს ავედრებს. ამ დროს დიდი მადლი მოდის, შეუცნობელი, მაგრამ ძლიერი. მაშინ, როცა სუდარა გადაფარებული ეკლესია ჩაიბარა, ყველაფერი სხვაგვარად იყო. პატრიარქს არ ყავდა ქართველის დიქანოსნები, თუმცა სიონის საკურთხეველი ახალგაზრდებით მალე გაივსო. მაშინ სულიერება ეროვნულ იდეებს ერწყმოდა. საკათედრო ტაძარი ქართველი დისიდენტების თავშესაბრად იქცა. ეკლესიის ეზოში პირველი პროკლამაციები იწერებოდა. მაშინ ყველამ აიტაცა სულიერი წინამძღვრის მოწოდება, ქართველნო, ერთად ღვთისაკენ. ძალიან ხშირი შემთხვევა იყო, როცა ჩვენ გეგმავდით რაღაც საქმის გაკეთებას, ხელისუფლება წინააღმდეგობას გვიწევდა, მაგრამ საქმე მაინც კეთდებოდა. ასე გაიხსნა სასულიერო აკადემიები, სემინარიები, სასწავლებლები. ვიდრე ვცოცხლობ, მუდამ ჩემს თვალწინ იქნება ის უხილავი და მაინც ხილული ტახტი, რომელზეც მეუფის ძლიერმა მარჯვენამ ამიყვანა. ჩემს გულზე წარუშლელად წერია ის მოვალეობანი, რომელიც მისმა უსაზღვრო მოწყალებამ დამაკისრა. უწმინდესმა და უნეტარესმა ეს სიტყვები აღსაყდრების დღეს წარმოთქვა. უსაზღვრო მოწყალება ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენაში აისახა. მისი მოღვაწეობის პერიოდში ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას მრავალი წმიდანი შეემატა. დამკვიდრდა ქართული ტრადიციული მრავალხმოვანი გალობა. მისი ლოცვა კურთხევით თანამედროვე ქართულ ენაზე გამოიცა ბიბლია. საუკუნეების შემდეგ კვლავ აღდგა გელათის მეცნიერებათა აკადემია. გაიზარდა სამღვდელოების რიცხვი. აღდგა და აშენდა მრავალი ეკლესია მონასტერი, რაც სამების გრანდიოზული ტაძრით დაგვირგვინდა. პატრიარქობის პირველ წლებში ყველაზე მეტად სამწყსოში რწმენის დაბრუნებაზე ოცნებობდა. მაშინ მთელი საქართველოს შემოიარა. მრევლს ღვთის სიყვარულს უნერგავდა და ქრისტეს მცნებებს ქადაგებდა. არაერთხელ გამართა საყოველთაო ნათლობის რიტუალი. ყოველთვის იდგა იქ, სადაც ერს სჭირდებოდა. პავლე მოციქული ამბობს, ცოდვილთაგან პირველი მე ვარ. მე რაღარ მეთქმის. ალბათ მთელი საქართველოს ცოდვები რომ შევკრიბოთ, ეს ყველაფერი ჩემში და მიუხედავად ამისა უფალი ჩვენთანა და უფალი ახლოსა ჩვენი ლოცვით, ჩვენი სულიერი ცხოვრებით უკავშირებით უფალს. ეს არის ვერტიკალური ჩვენი სწრაფვა. მეორე არის სწრაფვა ხალხისადმი, ესე იგი კავშირი ხალხთან, განსაკუთრებით კავშირი გაჭირვებულ ადამიანებთან.
ადამიანმა უნდა იტვირთოს სიმძიმე სხვა ადამიანის. აი ეს ჰორიზონტალური ხაზი უნდა ძალიან ძლიერი უნდა იყოს. ორივე ძლიერი უნდა იყოს. და ამ შემთხვევაში ადამიანი ასრულებს თავის მისიას. ფიქრები წარსულსა და მომავალზე არასდროს ასვენებს. ამბობს, რომ წარსულისა და აწმყოც ხელვარებით არის სავსე, თუმცა საბოლოოდ სიმშვიდე შემოდის. ასეთია მისი მელოდია და ამბობს, რომ ასეთია ცხოვრებაც.